მოგესალმებით ლომებო და ვებხვებო, მე ვარ აირონ ლაშა და მე ვაგრძელებ ჩემ მეცნიერულ მიდგომას იმისთვის, რომ დავიპყროთ ახალი სპორტული სიმაღლეები. დღეს მე მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ საიდუმლო და ძალიან ეფექტურ საშუალებაზე. ეს არის საქონლის ძვლის ნახარში. როგორ კეთდება, როგორ მივიღოთ და რა დადებითი თვისებები აქვს. დავიწყოთ იმით, რომ საქონლის ძვლის ნახარში კეთდება ძალიან რთულად 48 საათი უნდა ვხარშოთ ჩვენ საქონლის ძვლები, რომ გამოვიდეს ესეთი ლიტრაუციანი ბოთლი. რისთვის იყენებენ და რა დადებითი თვისება აქვს და ასე მოგიყვებით თუ როგორ უნდა მივიღოთ. 5 მიმართულება, რომელიც ეფექტი მე დავაფიქსირე საკუთარ თავზე. პირველ რიგში ეს არის მყესების გაჯამთელება და გაძლიერება. ხარშვის დროს, ძვლების ხარშვის დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით კოლაგენი და ჟელატინი. ანუ ეს არის სახსრების და ქსოვილების ჯამთელობა, ეს არის კანის და თმების ჯამთელობა და ასევე თმის და ფჩხილების ჯამთელობა. წარმოიდგინეთ, ჩვენ არ ვსვამთ რაღაც სინთეტიკურ ჟელატინს, სინთეტიკურ კოლაგენს, ჩვენ ამას ვიღებთ ბუნებრივად გამოღებულ საქონლის ძვალისგან. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება. შემდეგი დადებითი თვისება ეს არის ის, რომ ესეთი ხსნარი შეიცავს გლუკოზამინს და კონდრაიტინს, რაც ხსნის ანთებით პროცესებს ხელს უწყობს სახსრების აღდგენას და ჯამრთელობას. მესამე თვისება, რომელიც მე მინდა აღვნიშნო, ეს არის ნერვიული სისტემის და ძილის მხარდაჭერა, რადგანაც ესეთი ხსნარი შეიცავს გლიცინს, პროლინს, ეს არის ის ამინომჟავები, რომელიც დადებითად მოქმედებს ნერვიული სისტემის ფუნქციონირებაზე. მეოთხე თვისება დადებითი ეს არის როგორც ელექტროლიტების და მინერალების წყარო. ესეთი ნახარში შეიცავს კალცის, მაგნის, კალიუმს, ფოსფორს და რკინას. და ასევე მინდა აღვნიშნო კიდე ერთხელ ძალიან დიდი განსხვავება არის, როდესაც თქვენ აფთიაქში სინთეტიკურ ვიტამინებს იღებთ და როდესაც ეს არის ბუნებრივად გამოყვანილი ვიტამინები. ეს არის ორი განსხვავებული ეფექტით ვიტამინები. მეხუთე ეფექტი ეს არის პრიბიოტიკი. ანუ პრიბიოტიკები არის ცოცხალი ნივთიერებები, რომელიც ხელს უწყობს თქვენი ნაწლავების ჯამრთელობას და როგორც იცით, ნაწლავებისგან არის დამოკიდებული კანის სისუფთავე, არის დამოკიდებული თქვენი იმუნიტეტი, თქვენი განწყობა. აქვს დადებითი ეფექტი ნაწლავებზე, რადგანაც ჟელატინი და ამინომჟავები, რომელიც არის ამ ხსნარში ხელს უწყობს ლორწოვანის გარის ჩამოყალიბებას და ჯამრთელ ფუნქციონირებას. ეხლა გადავიდეთ იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა მივიღოთ. ესეთი რაოდენობა, ეს არის 200 მილიგრამი, მე ვაცხელებ დილით, ოდნავ მოცხელო რომ იყოს და ვიღებ უზმოზე. ერთი კურსი, რომელიც მე გირჩევთ რომ გააკეთო, არის 2 კვირიდან 4 კვირამდე, ანუ 1 თვემდე. პირველ რიგში ეფექტს, რომელსაც თქვენ იგრძნობთ ვიზუალურს, ეს იქნება კანის, ფჩხილების და სახის გასუფთავება ნებისმიერი დანაყარისგან, ეს ხდება ნაწლავების გაჯამრთელების ხარჯზე. თქვენ თუ ხართ პროფესიონალური სპორტსმენი ან მოყვარული სპორტსმენი, თქვენ ასევე იგრძნობთ სახსრების და მყესების გაჯანსაღებას. უბრალოდ ეს ეფექტი ითხოვს უფრო ხანძლივ პერიოდს. ამიტომ გამოიყენეთ ეს საშუალება. მე პირადად უკვეთავ ესეთ ბულიონს, მე დავტოვებ ამ ვიდეოს ქვემოთ ინფორმაციას თუ როგორ შეგიძლიათ შეუკვეთოთ. პირდაპირ სახლში მოაქვთ უკვე გამზადებული 48 საათის ნახარშის ბულიონი და შეგიძლიათ უკვე მიირთვათ ყოველ დილით უზმოზე. ეს იყო აირონ ლაშა, მე მიხარია რომ შემიძლია თქვენ გაგიზიაროთ ჩემი დადებითი გამოცდილება, რომ წავწიოთ თქვენი ჯამრთელობა და წავწიოთ ჯამში სპორტი საქართველოში წინ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაწერეთ ლაიკები და კომენტარები. ყველას გისურვებთ წარმატებებს, ლომებო.